რატომ არ შედგა ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის დაპირისპირება? როგორ აპირებდა ილია მის დამარცხებას? მოუწევდა თუ არა ილიას ქამრის დათმობა? რას აპირებს ჯასტინის წინააღმდეგ? სად აპირებს ილიას საცხოვრებლად გადასვლას? და განიხილავს თუ არა მაკგრეგორთან, ცარუკიანთან და პედისთან ბრძოლას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე UFC-ს მსუბუქი წონის ქართულმა ჩემპიონმა არიელ ჰელვანთან ისაუბრა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მომენტებს. თუმცა ქართული ჩემპიონის მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. როგორც იქნა მაიამიში ვარ, აქ ვემზადები, როგორც ყოველთვის ვმუშაობ და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მადლიერი ვარ ყოველი ამოსუნთქვისთვის, რომელიც სიცოცხლეს მშუქნის. ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს. მქონდა აღმასვლები და დაღმასვლები, მაგრამ ახლა იდეალურად ვარ და სამოქმედოდ მზად ვარ. გრძნობ, რომ სულ სხვა ეტაპზე ვარ და დიახ, ძალიან გავიზარდე. ჩემი ბოლო ბრძოლების შემდეგ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ასე რომ მოუთმენლად ველოდები ისევ ჩხუბს და ოქტაგონში შესვლას. ეს მომენატრა. წონის კლება და ეს ყველაფერი დიდად არ მომნატრებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე იმდენის დაკლება არ მიწევს, როგორც მაშინ, როცა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ვჩხუბობდი, მაგრამ სინამდვილეში ვიტყოდი, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სიამოვნებას ვიღებ მთელი პროცესით. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ მოსამზადებელ ეტაპს ჩემს გუნდთან ერთად გავდივარ, მაიამიში, არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოსვაში. აქ ადრე იმიტომ ჩამოვედი, რომ მინდა შევეჩვიო დროის სარტყელს, ამინდს და ყველაფერს. და საერთოდ ვფიქრობ, რომ საცხოვრებლად აქ გადმოვალ, ანუ რეალურად ვიცხოვრებ მაიამიში მომდევნო 1 ან 2 წლის განმავლობაში. ჯასტინის და პედის ბრძოლას ვუყურე. ზოგადად ისეთი ტიპი ვარ, გონებაში მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის კარგია. მაგრამ რაღაც მომენტში პედის ვგულშემატკივრობდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ბრძოლა ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე ჯასტინთან დაპირისპირება. მაგრამ გამეკვირდა თუ რა ცუდია პედის სინამდვილეში. ველოდი რომ მოიგებდა. მაგრამ იმან, რაც მან ოქტაგონში გააკეთა, იმ ბრძოლაში გამაკვირვა. მან ნამდვილად დაამტკიცა, რომ პატარა სოსისია. ახლა ის ჩემგან ძალიან შორსაა. ისლამთან ბრძოლა რომ ჩაენიშნათ, მსუბუქი წონის ქამრის დათმობა არ მომიწევდა. დატოვების უფლებას მომცემდნენ, რადგან ეს სრულიად განსხვავებული სიტუაცია. იმ სიტუაციისგან, რაც მქონდა, როცა ვჩხუბობდი ქვემსუბუქ დივიზიონში. ძალიან გულწრფელი ვიყავი მათთან, როცა ზედაწონაში ასვლა მინდოდა. უთხარი მომისმინეთ, მინდა დავტოვო ეს ქამარი, რადგან არასდროს დავბრუნდები ქვემსუბუქ დივიზიონში. იმიტომ რომ ნამდვილად მინდა წონითი კატეგორიის შეცვლა. მაგრამ თუ ქვესაშუალო დივიზიონში ავალ, ეს სხვანაირად იქნება, რადგან მაგ ბრძოლის მერე ისევ მსუბუქ დივიზიონში დავბრუნდები. მაგრამ ახლა რატომ არ ტარდება ეს ბრძოლა, რეალური ისტორია არ ვიცი. რაც ვიცი არის ის, რომ პირველივე სატელეფონო ზარიდან, რაც მივიღე, მქონდა 2 ვარიანტი: ისლამი და ჯასტინ გეიჯი და ჩვენ ისლამი ავირჩიეთ, რადგან უფრო დიდი ბრძოლაა. შემდეგ, წინა დღეს, როცა ღონისძიება უნდა დაეანონსებინათ, შვაყამისას დამირეკეს. გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ისლამი დაშავებულია. რაღაც დაემართა ხელზე, ან არ ვიცი რა, და შენ ჯასტინს უნდა ეჩხუბო. ჩემი მხრიდან ასეთი ისტორიაა, მხოლოდ ეს ვიცი. მომავალში ბრძოლაზე არაფერი უთქვამთ, თუმცა მესამე ქამრის მოპოვებაზე უფრო დიდს, რას შეიძლება მიაღწიოს სპორტსმენმა. დიდი სიამოვნებით დავიცავ ჩემს კამარს ჯასტინის წინააღმდეგ და შემდეგ მივიღებდი შესაძლებლობას ავიდე ქვესაშუალო დივიზიონში და მოვიპოვოთ ჩემი მესამე კამარი. ეს იქნებოდა ჩემი იდეალური სცენარი. ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ ოდესმე მომინდებოდა ქვესაშუალო დივიზიონში ასვლა, მაგრამ ახლა ვხედავ მთელ ამ სიტუაციას, რამაც ფაქტობრივად მაიძულა ავიდე, რადგან ქვესაშუალო წონაში ყავს ტიპი, რომელიც მსუბუქ დივიზიონში ჩხუბობდა და დომინირებდა. ვფიქრობ, ყველას უნდა ამ ბრძოლის ნახვა. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ როცა არ უნდა გამოჩნდეს ეს შესაძლებლობა, მზად ვიქნები. როგორც ვთქვი, მე ისლამი ავირჩიე. მერე მითხრეს, რომ ჯასტინს უნდა შევხვდე. ხვალ რომ დამირეკონ და მითხრან, რომ ჯასტინი დაშავდა და უნდა ვეჩხუბო არმანს ვეჩხუბები. პრობლემა არაა. მზად ვარ ნებისმიერისთვის, მაგრამ ჯანდაბა, ვის აინტერესებს არმანი? არ მომწონს, როცა ხალხი თავს დიდრად ასახებს და ფულით ტრაბახობს. ძმაო, მდიდარი არც ხარ, იმდენად ღარიბი ხარ, რომ ერთადერთი რაც გაქვს ფულია. თან ხარჯავ მამაშენის პულს და არა შენსას. მიხვდით რაც გულისხმობ. ძალიან შტამბეჭდავია ის თუ რამხელა იდიოტია. პატარა ბავშვის მენტალიტეტი აქვს და საშინლად სულელია. ყველაფერი რაც ცარუკიანზე ინტერნეტში ვნახე, სამარცხვინო იყო. არმანი ჯანდაბაშიც წასულა. რაც შეეხება ჩემი და არმანის ვიდეოს, ის პატარა ბავშვია. ისინი განგსტერებივით იქცევიან, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ხვდებით, გიღიმიან, კითხულობენ და ჩვეულებრივი ადამიანები არიან. სამაგიეროდ ტვიტერზე ყველა მათგანი განგსტერია და ამბობენ, ეს ამბავი ქუჩაში გადავწყვიტოთ. პროფესიონალი მებრძოლი ვარ, ქუჩაში რა მინდა, განგსტერი არ ვარ. არ მგონია ამ ყველაფერს შოუს გამოვაკეთებდნენ. უბრალოდ საშინლად სულელები არიან. არმანი ჩემს დონეზე არ არის. თუ ჩვენი გზები გადაიკვეთება, პირველივე რაუნდში ხბას მოვტეხავ. რა სიზამს, მიწაზე ჩამიყვანს? კარგით რა, გთხოვთ, არმან მომისმინე. დამშვიდდი და შენი საქმე აკეთე. იარე ჭიდაობის ტურნირებზე. გააკეთე შენი სტრიმები და როცა დრო მოვა, უბრალოდ გალიამდე მოაღწიე და დანარჩენს მე მივხედავ. პატარა კვერნა.
რაც შეეხება ჯასტინთან ბრძოლას, თუ კანდახევას არ დაიწყებს, პირველივე რაუნდში ნოკაუტში ჩავაგდებ. ვგრძნობ, რომ ვერავინ შეედრება ჩემს უნარებს ოქტაგონში. და როცა ამას ვამბობ, მეძახიან, რომ ამპარტავანი ვარ, რომ ასეთი ვარ, რომ ისეთი ვარ, მაგრამ დამიმტკიცეთ, რომ ვწდები. თუმცა ეგ ჯერ არ მომხდარა. როცა ვინმესთან ჩხუბის შესაძლებლობა მეძლება, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რა შეიძლება გავაკეთო, რომ სამყარო მართლა გავაოცო. ისლამთან მიმართებაში ვფიქრობდი, რომ იმისთვის, რომ სამყარო გავაოცო, უნდა დავასაბმითო და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეც მოხდება. Takedowns გავუკეთებ და დავასაბმითებ. ადრე თუ გვიან. ვიცი, რომ ყველა მაგარია, მაგრამ მე სხვანაირი ვარ. არ მიყვარს საკუთარი თავის ამ სპორტის გოუთად გამოცხადება. ყოველთვის მირჩევნია ეს გადაწყვეტილებები გულშემატკივრებს მივანდო. კი, კონორ მაკგრეგორი ბრუნდება, თუმცა ის ჩემს რადარზე არ არის. თუ მოიგებს და მაგარ კამბექს გააკეთებს და მე ამ ბრძოლას შემომთავაზებენ, ვნახოთ. კრივი რა თქმა უნდა ჩემს სიაშია. რა თქმა უნდა ის აუცილებლად მოხდება. მოხდება ერთი ბრძოლა მაინც. მას შემდეგ რაც შერეულ ორთა ბრძოლებში ჩემს გზას დავამთავრებ. ამ ნაბიჯს აუცილებლად გადავდგა. როცა ეგ მომენტი დადგება, არ ვიცი ვინ იქნება მწვერვალზე. ვინ იქნება მსოფლიოს ჩემპიონი იმ წონით კატეგორიაში, სადაც ჩხუბი მომინდება. ასე რომ ვნახოთ, ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი, სანამ ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებ. ჩემი ბიჭი ჩემს ყველა ვარჯიშს უყურებს. ჩემი ძმის ვარჯიშებზეც დადის და ვარჯიშის მერე რეალურად მწვრთნელებთან მიდის და ეკითხება: "წინააღმდეგი ხომ არ ხართ? რამე მასწავლოთ?" და მერე ჩემთან მოდის და უნდა რომ კომბინაციები გაიმეოროს და ასე შემდეგ. მახსენებს ხოლმე: "მამა, გახსოვს ბოლო კომბინაცია, რაც ამ რაუნდში გააკეთე. წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ გავიმეორო და მიყურო." და მე ვფიქრობ, ძმაო, შეხედე ამ ბავშვს, დაუჯერებელია. 6 წლისაა და რაღაც ნიჭი ნამდვილად აქვს. ამაში ეჭვი არ მეპარება. რაღაც აქვს და რაც მთავარია, აქვს სურვილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სურვილი რომ ეს აკეთოს, რადგან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც შვილებს აძალებს სხვადასხვა აქტივობით დაკავებას და ბოლოს ბესრდებათ, ან აღარ უნდათ გაგრძელება და უგოს შემთხვევაში თვითონ მთხოვს ამის გაკეთებას. ასე რომ, რის იკეთებაც არ უნდა მოინდობოს, მე ბედნიერი ვიქნები. მე მას არანაირ საზღვრებს არ ვუწესებ. თუ ჩხუბი ენდომება, ბედნიერი ვიქნები და დაუჭერ მხარს, ყველანაირად, რითაც შევძლებ. თუ არ ენდომება ჩხუბი და სხვა რაღაცეების კეთება მოუნდება, მაინც ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ერთი რამ, რის უფლებასაც არასდროს მივცემ, არის ის, რომ არაფერი აკეთოს. ხვდებით რას გულისხმობ. კაცია და სჭირდება რომ იყოს დაკავებული. სჭირდება რომ გონება დატვირთული ჰქონდეს. კი, მერაბი ჩემი ძმა, მან დამირეკა. იცოდა რომ პირად პრობლემებს გავდიოდი და მითხრა: "მომისმინე, მინდა შენთან ვიყო. რამდენიმე კვირა ან დღე გავატარო და მხარი დაგიჭირო. არ ვიცი, შეგვიძლია ვივარჯიშოთ კიდეც." და ჩამოვიდა. როგორც ძმა, ცოტა დრო გავატარეთ ერთად. ყველამ ვინც ჩვენი ურთიერთობის შესახებ იცის, იცის რომ ვაფასებ და მიყვარს როგორც ძმა. ბოლოს შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება თეთრი სახლის ღონისძიებაზე 15 ივნის გაიმართება და ის მთავარი ბრძოლა იქნება. წარმატებები ვუსურვოთ ილია თოფურიას. და თქვენ, თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.